История საქართველოში წითელა წითურას ეპიდემია ინფექციურ საავადმყოფოში წითელა წითურას დიაგნოზით მკურნალობას ამ დროისათვის ერთი მოზარდი გადის კლინიკაში აცხადებენ რომ მიმართვიანობა არის თუმცა მოსახლეობაში პანიკის საფუძველი არ არსებობს. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამბობენ რომ ინფექციის გავრცელებისთანავე 2013 წლიდან მთავრობამ სამედიცინო დაწესებულებები შესაბამისი ვაქცინით უზრუნველყო რომელიც პაციენტებისათვის უფასოა. არის თუ არა საქართველოში წითელა წითურას ეპიდემია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი 2014 წლის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. სტატისტიკის თანახმად ექიმების განმარტებით პანიკის საფუძველი არ არსებობს. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ წელს საქართველოში აცრა 8000-მდე მოქალაქემ ჩაიტარა, ხოლო წითელა წითურის ინფექციით კლინიკებს 3000-მდე პაციენტმა მიაკითხა. 2014 წელს ფატალურად მხოლოდ ერთი შემთხვევა დასრულდა. მომატებულია წითურას შემთხვევების რაოდენობა, რომელიც რამდენიმე ასეული რეგისტრირდება ქვეყანაში. ამასთან არსებობს ვაქცინა, რომელიც იძლევა 3 დაავადების ერთდროულ პრევენციას, ეს არის წითელა წითურა და ყბაყურა. სწორედ ამ ვაქცინით არის რეკომენდებული აიცრას მოსახლეობა 30 წლამდე ასაკში. ინფექციურ საავადმყოფოში წითელა წითურას დიაგნოზით მკურნალობას ამ დროისათვის ერთი მოზარდი გადის. კლინიკაში აცხადებენ, რომ მიმართვიანობა არის, თუმცა მოსახლეობაში პანიკის საფუძველი არ არსებობს. ვაქცინაცია სრულად იცავს ბავშვს ისეთი მძიმე ინფექციისაგან, როგორც არის წითელა, ასევე წითურას ვერ გეტყვის, რომ ძალიან მძიმედ მიმდინარეობს ბავშვებში კლინიკურად, მაგრამ საკმაოდ სერიოზული ინფექციაა განსაკუთრებით ორსულებისათვის და ასე შემდეგ და პროფილაქტიკური აცრების ჩატარება აუცილებელია. ჩვენ ვაკეთებთ ერთი წლის ასაკში საავადმყოფო აცრებს წითელა წითურას დაყურას ვაქცინა არის სპრიცდოზე მაღალი ხარისხის შეიცავს ამ დაავადებების საწინააღმდეგო კომპონენტებს. წითელა წითურაზე ჩატარებული აცრის შემდეგ ექიმი პედიატრი ერთი წლის ნინო მაჭავარიანის დედას ვაქცინის მნიშვნელობაზე ესაუბრება. ნინოს დედა ამბობს, რომ აცრის შემდეგ ბავშვიც და მისი ოჯახის სხვა წევრებიც თავს გაცილებით უსაფრთხოდ იქცნობენ. ბავშვი არის 1 წლის და გადავწყვიტეთ აგვეცრა წითელა წითურა ყბაყურაზე. მოვედით და სრულიად უმტკივნეულად აიცრა, ხედავთ როგორ კარგად ჩაიარა პროცესმა და რავი, ყველას ურჩევ რომ ნამდვილად თავი დაიცვან. იაშვილის კლინიკის იმუნიზაციის სამსახურის ხელმძღვანელი მოსახლეობას მიმართავს და ამბობს, რომ მოზარდებისათვის აცრების ჩატარება აუცილებელია, რადგან რიტა ფაჩუაშვილის ინფორმაციით კლინიკებს ძირითადად 5 წლამდე ასაკის ბავშვები აკითხავენ. წითელა საწინააღმდეგო ვაქცინაცია ბავშვებში ტარდება 1 წლის და 5 წლის ასაკში. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ ასაკში მოვიცვათ ამ ბავშვების ეს ასაკი. იმიტომ რომ შემდეგ უკვე დაგვიანებული ან ჩავარდნილი ვაქცინაცია იწვევს წითელას ძალიან ფართო გავრცელებას. წითელა ვირუსით გამოწვეული რესპირატიული დაავადებაა. დაავადებას და მის გამომწვევ ვირუსს ერთი და იმავე სახელით მოიხსენიებენ. წითელას ტიპიური შემთხვევა იწყება ტემპერატურის მომატებით, დაბალი და საშუალო ცხელებით, რომელსაც თან ახლავს ხველა, სურტო, გამონაყარი თვალის სიწითლე და ყელის ტკივილი. საკმაოდ ბევრია გამონაკლისს მიმდინარე ინფექციები. ეს წითელას გარდა კიდევ ბევრმა ინფექციამ იცის გამონაყარი. ჩვენ ფოტოშორის დავაფიქსირეთ უკვე. არსებობს სხვადასხვა ეხოვირუსული ინფექციით გამოწვეული გამონაყარი, პარვოვირუსული ინფექციით გამოწვეული გამონაყრები, არსებობს უეცარი ეგზანთება, ასეთი ჰერპესვირუსული ინფექციით და ასე შემდეგ. ასეთი მიმართვიანობა არის, საკმაოდ ბევრი არის, ხდება დიფერენცირება. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ ინფექციის გავრცელებისთანავე 2013 წლიდან მთავრობამ სამედიცინო დაწესებულებების შესაბამისი ვაქცინით უზრუნველყო, რომელიც პაციენტებისათვის უფასოა. 2013 წელს დაავადებას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. საერთო ჯამში საქართველოში წითელა წითურას ვირუსზე ვაქცინაცია 100,000-ზე მეტ მოქალაქეს აქვს ჩატარებული.